კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეს არის კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თემთა გაზაშვილი გაგაცნობთ. მირა საფუძველი დაასანქცია ესტონეთმა. სია მიზეზების აღწერით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. იქამდე სრული სია ესტონეთის მთავრობისგან გახდა ცნობილი, თუმცა იქ მიზეზი დასახელებული არ ყოფილა. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ სანქციები საერთაშორისო გამჭვირვალობასთან კოორდინაციით დაწეს და მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაცია უკვე ესტონეთშია რეგისტრირებული. ამას მმართველი გუნდი ქვეყნის წინააღმდეგ ქმედებას უწოდებს. შეფასებას არ ეთანხმება ოპოზიცია, სადაც აცხადებენ, რომ სანქცირდებიან კონკრეტული პირები და ამ მიმართულებით მუშაობაში პრობლემას ვერ ხედავენ. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართულ თანამდებობის პირებს, მათ შორის დეპუტატებს, სასამართლო ხელისუფლების და ასევე ალტ-ინფოს წარმომადგენლებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს. შოთა ბალავანდიშვილი განაგრძობს თემაზე საუბარს, შოთა პირდაპირ ეთერში ხარ. როგორც ირკვევა დასასანქცირებელ პირთა სია ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეკაგი გაურმა და მისმა ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ გადასცა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირებულია როგორც ესტონური არასამთავრობო ორგანიზაცია და აქტიურად კოორდინირებულად მუშაობს ქართულ ოპოზიციასთან. ამასთან დაკავშირებით არც ოპოზიციის წევრები უარყოფენ, ასე ვთქვათ, კონსულტაციებს და კოორდინაციას, მაგალითად ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ დასასანქცირებელ პირთა სიასთან დაკავშირებით ოპოზიცია მესამე სექტორის წარმომადგენლებთან დაკავშირებით აქტიურად მუშაობს და აცნობს პარტნიორებს, თავად ეკაგი გაურსა და საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლებს ამ თემასთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებიათ და არა უხსნიათ თუ რა პრინციპით იქნა მიწოდებული ბალტიისპირეთის ქვეყნების მთავრობებისთვის სავარაუდო დასასანქცირებელთა სიები, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები უკვე ამოქმედებულია 4 მარტის შემდეგ. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მსგავსი სახის კოორდინირებული ქმედება არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას შორის საბოლოო ჯამში ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. კარგად ვიცი, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინფორმირებაში აქტიურად არიან ჩართულები. შეიძლება მხოლოდ ამასთან ქონდეს საქმე კონკრეტული ფაქტების მიწოდებაზე. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ დასავლური სახელმწიფოები, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები არსებობს, სასამართლო იქნება, ეს პროკურატურა იქნება, პარლამენტი იქნება თუ ასე შემდეგ, აი ეს ზერელეთ არიღებენ გადაწყვეტილებებს კონკრეტული გამყარებული მტკიცებულებების გარეშე. ძალიან მარტივი წარმოდგენა გაქვს სიით შედგენის. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც აქვს წარმოდგენილი თავის წარმომადგენლობა საელჩოების სახით, სამსახურების სახით და ყველა ეს სია, რომელიც დგება, არის მათი პრეროგატივა. ეს არის სუვერენული უფლება ნებისმიერი ქვეყნის და მათი გადაწყვეტილება ვინ უნდა დაასანქციოს. ეკაგი გაურსდა საერთაშორისო გამჭვირვალობას ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდი ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ბოლოს გამოქვეყნებული სანქციების სია, რომლის ერთ-ერთი მთავარი ავტორი სწორედ გიგაური და მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ამის ნათელი დასტურია. ქართული ოცნების წევრების თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს აქვთ საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესები, რომლის გამტარით საქართველოში, როგორც აღმოჩნდა, მათი თქმით არის სწორედ გიგაური, მისი არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიცია, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. იმდენად აბსურდულია ბრალდებები, რომელშიც ეს საერთაშორისო გამჭვირვალება ჩაერთო, რომ ესეც კიდევ ერთ-ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ეს არაფერს რეალობასთან ახლოს არ არის, სამაგიეროდ რაღაცა ესეთი ბოროტი გეგმებია ამის უკან. რასაც ქვია საქართველოს დაჩოქება და საქართველოში გადატრიალების მოხდენა რევოლუციის გზით. ამას სხვა ახსნა არ აქვს, იმიტომ რომ თუკი აგრესიულ საუბარზეა ლაპარაკი, რასაკვირველია მექაოდიშალია და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვნად ჩამორჩება იმ განცხადებებს, რასაც თუნდაც ქუჩიდან ვისმენთ და გინდა ტრიბუნიდან ვისმენთ სულ ახლახანს. ასე რომ ეს არ არის მიზეზი, ეს არის მოგონილი რაღაც თემა და მოგონილ თემაზე, როცა პოლიტიკა ეწყობა სახელმწიფოსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩანაფიქრია კონსპირაციული, ბნელი და აგრესიული იმას, რასაც ამსახურებს ჩვენი ქვეყანა და არც თითოეული პიროვნება, რომელიც აქ არის ჩამოთვლილი. საქართველოში deep state ყავს თავის წარმომადგენლობა აგენტურის სახით. ეს არის სწორედ არასამთავრობო სექტორის დიდი ნაწილი გამჭვირვალობას რო უწოდებს თავის თავს და ყველაზე გაუმჭვირვალე რო გახდა ერთი თეთრისა და გადარიცხული იმას რომ არ ეუნება საზოგადოებას, გიგაურის კანტორა და ლომჯარიები და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა ეხლა უსაქმოდ არიან დარჩენილები და რა თქმა უნდა ეხლა აი ამ ბოღმის გამო
რა ბოღმაც კიდევ უფრო გაძლიერდა ტრამპის ბრძანების მერე რომ საერთოდ მშრალზე დატოვა ეს არასამთავრობო სექტორი დგანან ეხა და აქ აწვდიან ამ სიებს ესტონეთს ან ბალტიისპირა ქვეყნებს უკრაინის საზოგადოების ხოცვის ხარჯზე ბალტიისპირა ქვეყნებს უნდა მშვიდობა თავის ქვეყანაში და რა თქმა უნდა ასევე საქართველოში მეორე ფრონტის ხარჯზე უნდა ეს რომ მშვიდობა იყოს ესტონეთში და ბალტიისპირა ქვეყნებში აი ეს არის რეალობა და ამიტომ არიან იქ სანქციებით დაკავებულები და ათასგვარი მაიმუნობებით. როგორც ირკვევა ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნებმა სანქციები საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა და მისი ხელმძღვანელის მიერ შედგენილი სიების მიხედვით დაუწესეს 4 მარტს გამოქვეყნდა ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილება მათი გადაწყვეტილებით საქართველოს 55 მოქალაქეს ეკრძალებათ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ტერიტორიაზე შესვლა. მადლობა შეთაფალავანდიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ის წარსულში ნასამართლებია. გამოძიების ცნობით მას მეგობარი დაუკავშირდა, რომელმაც გარკვეული საკითხის მოსაგვარებლად თანხა შესთავაზა მოგვიანებით საპოლიციო უწყების ცნობით ბრალდებულს გიორგი ბაჩიაშვილის მამა დაუკავშირდა და შეხვდა შვილთან ერთად. სამინისტროს ცნობით ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილის დავალებით იყიდა მანქანა, სადაც სამალავი მოაწყვეს. როგორც საპოლიციო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს საზღვრის გადაკვეთისას გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის წინასწარ მოწყობილ სამალავში იყო. ქვევიდან გამოვედი, აქ იდგა სადღაც გიორგი, მე ხელი აქ იდგა. შევაჩერე მანქანა, ჩაჯდა იგრევე უკანა ხალეს სავარძელში. აქ იყო ჩამალული. რა ადგილზე გაუჩერე მანქანა, სანამ შეხვიდოდი საბაჟოზე. სადახმე თვითონ შესაძლოა. გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ პიროვნებას გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღების სანაცვლოდ გიორგი ბაჩიაშვილმა ერთი პირი საქართველოდან ფარულად გაყვანა შესთავაზა. შქ-სა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის შეთანხმება შედგა. პირველ ეტაპზე გიორგი ბაჩიაშვილმა შქ-ს გადასცა Google-ის სატელიტური ტელეფონი და მოსთხოვა, რომ მხოლოდ აღნიშნული მოწყობილობით ჰქონოდა მასთან კომუნიკაცია. ასევე მას გადასცა ავტომობილის შესაძენად განკუთვნილი თანხა და დაავალა, რომ Toyota Camry-ის მოდელის მუქი ფერის ავტომობილი შეეძინა. ბაჩიაშვილის მითითებით დავალების შემსრულებელ პირს დღეღამის სხვადასხვა მონაკვეთში რამდენჯერმე უნდა გადაეკვეთა საქართველოს სომხეთის საზღვარი და იქ არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა. ბაჩიაშვილმა მას ასევე მოსთხოვა ავტომობილის წინა და უკანა საქარე მინაზე ვიდეო რეგისტრატორები დაემონტაჟებინა, რომლის ჩანაწერებიც მან საზღვარზე არსებული ვითარების შესწავლის მიზნით თავად გაშიფრა. გამოძიებით დგინდება, რომ ბაჩიაშვილმა შქ-ს მოსთხოვა რამდენიმე დღე მისთვის მანქანა კონკრეტულ მისამართზე დაეტოვებინა, რადგან მან სპეციალური სამალავის მოწყობისთვის გამოიყენა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილმა შქ-ს გაუმხილა, რომ სახელმწიფო საზღვარი ფარულად მას უნდა გადაეკვეთა. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მიმდინარე წლის 2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილი და შქ საქართველოს სომხეთის საზღვრის მიმართულებით გაემართნენ. გამოძიებით დგინდება, რომ სადახლოს გამტარი პუნქტის სიახლოვეს გიორგი ბაჩიაშვილი ავტომობილის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის წინასწარ მოწყობილ სამალავში მოთავსდა. შქ მისი კუთვნილი ავტომობილით მივიდა სადახლოს გამტარ პუნქტთან, გაიარა საპასპორტო კონტროლის შესაბამისი პროცედურები. მათ შორის მესაზღვრე კონტროლიორებმა შეამოწმეს აღნიშნული პირის დოკუმენტები და მოხდა სატრანსპორტო საშუალების ვიზუალური დათვალიერება. აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ისინი გაემართნენ სომხეთის საზღვრის მიმართულებით. სომხეთის სასაზღვრო გამტარ პუნქტთან გიორგი ბაჩიაშვილი გადმოვიდა ავტომობილიდან და მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც გადაკვეთა სომხეთის სახელმწიფო საზღვარი. ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ერევნის საერთაშორისო აეროპორტში მისვლის შემდეგ გიორგი ბაჩიაშვილმა შქ-ს მოსთხოვა დაებრუნებინა სატელეფონო მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ისინი ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. გადასცა მას დაპირებული თანხა და ურჩია, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ქვეყანა დაეტოვებინა. 5 მარტს შქ მაშინ როდესაც ის სარფის გავლით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, შეაჩერეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, რის შემდგომაც იგი დააკავეს.
გიორგი ბაჩიაშვილს სასამართლომ კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გირაო პატიმრობით შეუცვალა. გადაწყვეტილების თანახმად გირაოს სახით შეფარდებული 2.5 მილიონი ლარის ამოღება ბაჩიაშვილების უძრავი ქონებიდან მოხდება. როგორც სასამართლოს ხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება, თუმცა მას საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა, დაარღვია გირაოს პირობები და სწორედ ეს გახდა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნის საფუძველი. გიორგი ბაჩიაშვილს ამ ეტაპზე 3 ბრალდება აქვს წარდგენილი. საზღვრის უკანონო კვეთამდე მას ედავებოდნენ კრიპტოვალუტის მითვისებას და თან ინვესტორების ფონდში მოვალეობის შეუსრულებლობას. პირველად საქმე მის წინააღმდეგ 2023 წელს ბიძინა ევანიშვილის მიმართვის საფუძველზე აღიძრა ცოტა ხნის წინ წაუყენეს ბრალი მტკვარი ჰესთან დაკავშირებით. გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა 2 მარტს დატოვა. ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 ივლისის განჩენებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით და ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდოს პატიმრობა. ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 2.500.000 ლარის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული გიორგი ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისის ნეგეჭის ქუჩა ნომერი 1 სადარბაზნო მითითებული არის საკადასტრო კოდი. დეტალურად ასევე ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქ თბილისი ლეჭავჭავაძის პირველი შესახვევი გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით აღსასრულებლად მიექცეს საახსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. დაპატიმრებული კაცის მეორე დაპატიმრება რა ვიცი ხარ რა მოგახსენოთ. ქონების ნაწილში ხა მიუხედავად იმისა რომ მე არ ვეთანხმები, ცხადია რომ ამის საფუძვლები პირდაპირ კანონით არის გაწერილი და ძალიან დეტალურად აღწერა, რომ მათ შორის გაფრთხილების ოქმიც იყო შედგენილი და საწინააღმდეგოს ნამდვილად მე ვერაფერს ვერ მოგიყვანთ არგუმენტს, მაგრამ პირველ ნაწილზე, რასაც ვასახელებ არგუმენტად, ძალიან მარტივია, ამას არ ჭირდება დაუშვათ, თუნდაც იურიდიული განათლების ქონა. პროკურორ მიხეილ სადრაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით პატიმრობით. ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობის ვარცეზე საფრთხე დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი დაკავების შემთხვევაში მოთავსებული იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 2 აგვისტოს განჩინების საფუძველზე გირაოს 2.500.000 ლარის უზრუნველყოფის მიზნით უძრავი ქონების პროპორციულ წილზე ეს გახლავთ გიორგი ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვია ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის წინა სასამართლოს ხდომა მიმდინარეობს. დაკავებულებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავებიან. ხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გადაესინჯება აღკვეთის ღონისძიება ან პატიმრობის საკითხი. დაკავებულებიდან 3-ს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან, 5-ს კი მასში მონაწილეობას. ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ამ წუთებში ევროპელი ლიდერები ბრიუსელში სპეციალურ სამიტზე იკრიბებიან, განიხილავენ უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების და ევროპის თავდაცვის საკითხებს. სხდომას დაესწრება უკრაინის პრეზიდენტიც ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ევროკავშირის შენობაშია. ბრიუსელში სამიტის დაწყებამდე განცხადებები გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, თქვა, რომ საფრანგეთი საკუთარი ბირთვული იარაღით ევროპელი მოკავშირეების დაცვის შესაძლებლობას განიხილავს. მან იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონი ევროპის მოკავშირედ არჩება, თუმცა აღნიშნა ისიც, რომ მზად უნდა იყვნენ სხვა სცენარისთვის. prendre leurs responsabilités à cet égard. ჩვენ ვრჩებით ნატოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის ერთგული, მაგრამ მეტი უნდა გავაკეთოთ. აუცილებელია დამოუკიდებლობის განმტკიცება თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში. უკვე მომავალ კვირას ჩვენ პარიზში სამხედრო მეთაურებთან შევიკრიბებით. მათთან, ვინც მზადაა საკითხზე პასუხისმგებლობა აიღოს. ეს არის გეგმა, მყარი, ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც ჩვენ უკრაინელებთან და რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ერთად მოვამზადეთ. მე ეს გეგმა 2 კვირის წინ წარვადგინე შეერთებულ შტატებში და მთელ ევროპაში. სურს მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით დარჩება, თუმცა ჩვენ იმისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება. 1964 წლიდან მოყოლებული ჩვენი ბირთვული შეკავება გვიცავს, ის სრულად სუვერენული და მთლიანად ფრანგულია. მე გადავწყვიტე გამეხსნა სტრატეგიული დისკუსია ჩვენი შეკავების მეშვეობით ევროპის კონტინენტზე მყოფი მოკავშირეების დაცვის შესახებ, რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და რჩება საფრანგეთის პრეზიდენტის ხელში.
უკრაინაში კონფლიქტი შტატებს და რუსეთს შორის არაპირდაპირი ომია. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მარკო რუბიომ თქვა, შეერთებული შტატები უკრაინას ეხმარება, მისი განცხადებით ომის დასრულება ორივე მხრიდან დათმობებს მოითხოვს. როგორც სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, აქამდე არსებული მიდგომები არ იყო სტრატეგია. ცნობისთვის Fox News-თან ინტერვიუს დროს რუბიოს ლუთერანული ტრადიციის შესაბამისად შუბლზე ჯვარი ჰქონდა გამოსახული, რაც დიდი მარხვის დაწყებას უკავშირდება. თავიდანვე ცხადი იყო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამას გახანგრძლივებულ ჩიხში შესულ კონფლიქტად განიხილავს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის არაპირდაპირი ომი ბირთვულ ძალებს შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, რომელიც უკრაინას ეხმარება და რუსეთს შორის, და ის უნდა დასრულდეს. არავის აქვს რაიმე იდეა ან გეგმა მის დასასრულებლად. აქამდე უკრაინელების და მათი მოკავშირეების გეგმა იყო, რომ უბრალოდ მოდით, გავაგრძელოთ მათთვის იმდენის მიცემა, რამდენიც დასჭირდებათ. ეს არ არის სტრატეგია. მოლაპარაკებების მაგიდასთან ორივე მხარე უნდა მივიყვანოთ. უკრაინელები იქ უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, ეს მათი ქვეყანაა. მოლაპარაკებების მაგიდასთან რუსებიც უნდა იყვნენ. ამის გაკეთება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია. მიზნად ეს რჩება და სწორედ ამაზე ვართ ახლა ორიენტირებული. უკრაინული პარტია ბატკივშინას ლიდერი იულია წიმოშენკო და პეტრო პოროშენკო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანებიან კერძოდ საუბარია ცნობაზე შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ. პოლიტიკოსები ტრამპის ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე საუბრობენ, თუმცა ომის დასრულებამდე არჩევნების შესაძლებლობას გამორიცხავენ. დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა ზელენსკის პოლიტიკურ ოპონენტებთან ფარული მოლაპარაკებები გამართეს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკომ გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ტრამპის გარემოცვის მაღალჩინოსნებმა მოლაპარაკებები უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან იულია წიმოშენკოსთან და ყოფილი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს პარტიის წევრებთან გამართეს. პოლიტიკოს ცნობით მოლაპარაკებები უკრაინაში სწრაფი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ეხებოდა. პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი დანიშნა, რუსეთის პრეზიდენტმა შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს მოაწერა. კრემლის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ დანიშნული სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ალექსანდრ დარჩიევი იქნება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გასულ კვირას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თანხმობა განაცხადა ელჩის დანიშნვას, წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ერიადში. რუსეთი კი უკრაინაზე რაკეტები და დრონები თავდასხმას განაგრძობს. ამ დრომდე გრძელდება სამაშველო ოპერაცია კრივოი როგში, სადაც ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სასტუმროზე მიიტანეს. მაშველები ნანგრევებში მოღალილებს ეძებენ. ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტა სასტუმროს ღამით მოხვდა. მთლიანად განადგურებულია რამდენიმე სართული, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი. დაშავებულია 30-მდე მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. უმრავლესობის მდგომარეობა არის მძიმე. დნიპროპეტროვსკის გარდა თავდასხმის სამიზნე იყო ღამით სუმის ოლქიც. რუსული დრონის აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ცნობით შეტევა ერთ-ერთ სასაწყობე ობიექტზე მოხდა, გაჩნდა ხანძარი. სამხრეთ კორეის არმიის გამანადგურებლებმა შეცდომით დასახლებული პუნქტი დაბომბეს. წვრთნების დროს 8 ბომბი არასწორ ადგილას ჩააგდეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავდა 15 ადამიანი, მძიმეა 4-ის მდგომარეობა, განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, კერძო მეურნეობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. შემთხვევა ჩრდილოეთ კორეის საზღვრიდან 25 კილომეტრში, ქალაქ პოჩეონში მოხდა. ათეში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა. ათასობით ადამიანი სინტაგმას მოედანზე პარლამენტის წინ შეიკრიბა. შეტაკებამდე დემონსტრანტებმა 2023 წლის ტრაგედიის დროს დაღუპულების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. ასევე ცაში მანათობელი ფარნები გაუშვეს. ოპოზიციამ საბერძნეთის პარლამენტში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის უნდობლობის გამოცხადების საკითხი დააყენა. მოქალაქეები მთავრობისგან 2023 წლის სარკინიგზო კატასტროფაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ. ტამპას მუნიციპალიტეტში სარკინიგზო ავარიას 47 ადამიანი ემსხვერპლა, საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა ამ დრომდე არავის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. მასშტაბური ხანძარია მექსიკაში, ცეცხლი 200-ზე მეტ სხვადასხვა ადგილას გაჩნდა. დაკავებულია ცეცხლის მიზანმიმართულად გაჩენაში ეჭვმიტანილი 10 პერი ქვეყნის სახანძრო სამაშველო სამსახურის მონაცემებით. ხანძრის გავრცელება ძლიერმა ქარმაც ხელი შეუწყო. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-მე რაუნდი გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, ესენია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და დევნილების საკუთარ სახლებში ღირსეული დაბრუნება. ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის მნიშვნელობას. დელეგაციამ შეშფოთება გამოხატა მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციაზე და ამ კონტექსტში ოჩამჩირეში რუსეთის უკანონო საზღვაო ბაზის მშენებლობის და სოხუმის აეროპორტის ამოქმედების ფაქტებზე. დაგმო საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ეგრეთ წოდებული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. მშენებლობა მიმდინარეობს ორი დიდი საკითხების ჯგუფის, ორ თემატურ ჯგუფში, ეს არის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხები. საქართველოს დელეგაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ორი პრინციპული თემა, ეს არის დევნილთა დაბრუნება და უსაფრთხოების გარემოს შეცვლა, რუსების შეიარაღებული ძალების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საქართველოს დელეგაციამ ამ ორი ჯგუფის ფარგლებში დააყენა პრინციპულად ყველა ის საკითხი, რომელიც დგება მოლაპარაკებათა პროცესში. როგორც მოსაოდნელი იყო რუსეთის დელეგაციამ დროზე ადრე დატოვა სხდომათა დარბაზი, როდესაც საქმე შეეხო ჩვენი დროებით დევნილი მოსახლეობის თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხს. თუმცა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც აქამდეც გითხარით, ეს არის ჰუმანიტარული მიმართულებები, უკანონო დაჭერები, უსაფრთხოდ გადაადგილების საკითხები და ასევე რაც მნიშვნელოვანია სოხუმის აეროპორტის გახსნის მიუღებლობა. საქართველოში აკრედიტებული არარეზიდენტი ელჩები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისზე წვივლენ. დიპლომატები ადგილზე გაიცნდნენ არსებულ ვითარებას, მიიღეს ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ. დელეგაციის შემადგენლობაში 11 ქვეყნის ელჩები არიან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ და აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკებს შორის. შეთანხმებას ბაქოში ბანკების პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს. დოკუმენტის მიზანი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებაა, საუბარია გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობაზე. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის ძლიერდება ეკონომიკური ურთიერთობები, ძლიერდება ვაჭრობა და საბანკო სექტორი, საფინანსო სექტორი უნდა გაყვეს ამ ტენდენციებს. ჩვენ შევჩახვდით, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა სხვადასხვა აქტუალური მიმართულებით, მათ შორის საგადახდო სისტემების ინტეროპერაბილობით და დაახლოების მიმართულებით, რაც მოგცემს საშუალებას ჩვენ საბანკო სისტემას, რომ უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად უზრუნველყოს ვაჭრობის ნაკადები და ორ ქვეყანას შორის და ორ ბიზნეს საზოგადოებას შორის ურთიერთობები. მორიგ მონაცემს აქვეყნებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. ოფიციალური ინფორმაციით 2024 წლის მეოთხე კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემების თანახმად ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. რაც შეეხება დასაქმებულებს, ოფიციალური ინფორმაციით მათი რაოდენობა 3.8%-ით გაიზარდა. ბიზნეს სექტორში გაზრდილი არის ეკონომიკური მაჩვენებლები, გაიზარდა ბრუნვა, გაზრდილია მნიშვნელოვნად პროდუქციის გამოშვება. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის გამოშვებაში ძირითადი წილი მოდის საშუალო ბიზნესის და მცირე ბიზნესის ჩამორად, ვიდრე სხვა ბიზნესზე, რაც მის ინკლუზიურობაზე მიუთითებს. გაზრდილია დასაქმების მაჩვენებელი 800,000 გადააჭარბა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, რაც პირდაპირ კორელაციაშია ეკონომიკურ ზრდასთან, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან და ჩვენ ველოდებით, რომ 2025 წელს გვექნება დასაქმების მაღალი მაჩვენებლები, ძლიერი ბრუნვა. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კერძო სექტორში საკმაოდ პოზიტიური ტენდენცია ფიქსირდებოდა არა მხოლოდ 2024 წლის მეოთხე კვარტალში, არამედ ჯამურად 2024 წელს. ქვეყანაში არაერთი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდაზეა მიმართული და ზოგადად ახალისებს ქვეყანაში ადგილობრივ წარმოებას, რომელიც ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასთან ერთად ორიენტირებულია, რა თქმა უნდა, საექსპორტო პოტენციალის სრულად ათვისებაზე. ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ბიზნეს სექტორის კუთხით პოზიტიური ტენდენციები, რომელიც ერთის მხრივ პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს და იმ კეთილდღეობის ზრდაზე, რაც ჩვენი მთავრობის მნიშვნელოვან დაპირებას წარმოადგენს.
ბორჯომში 60 მილიონიანი ინვესტიციით 5 ვარსკვლავიანი ვინდამ გრანდის ბალნეოლოგიური კომპლექსი აშენდება. პროექტის დაწყებისადმი მისვლულ ცერემონიაზე საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაედო. კომპლექსი გააერთიანებს სასტუმროს, 4-ზე მეტ საინვესტიციო რეზიდენციას და ბალნეოლოგიურ ცენტრს. რაც შეეხება სარეკრეაციო ზონას, გეგმის მიხედვით იქ განთავსდება ზიპლაინი, სათხილამურო ტრასა, ფეხბურთის მოედანი, საფეხმავლო და ველობილიკები. პროექტის პირველი ეტაპის დასრულება 2027 წლის ბოლოს იგეგმება. აღნიშნული პროექტის არსებობა კერძოდ ბორჯომში რა თქმა უნდა ხელშეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად პოზიციონირებას მიზნობრივ ბაზრებზე. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული პროექტის საინვესტიციო თანხა შეადგენს $60 მილიონ, რაც პირდაპირ პროპორციულია როგორც დასაქმებასთან, ისევე სამუშაო ადგილების ზრდასთან. თავისი დონით, კლასით, იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც მასში იქნება განთავსებული, იქნება ამ რეგიონის კი არა მთელი საქართველოსთვის გამორჩეული. და თავისთავად პირველ რიგში ამ ცნობილ და ძირითადად კურორტს ბორჯომს შეძენს ახალ სიცოცხლეს. არა მარტო ქალაქისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, სადაც კერძო სექტორს, ბიზნესს უნდა მაქსიმალურად სახელმწიფო დაუდგეს გვერდში და მაგისთვის ჩვენ მზად ვართ, რომ ყველანაირი ხელშეწყობა გქონდეთ ბიზნესმენებს, კერძო სექტორს და განსაკუთრებით ბორჯომისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროს განვითარება. საქართველოს ITB ბერლინზე ტურისტული გამოფენის ფარგლებში მოლაპარაკებები იმართება მსოფლიოს მედია საშუალებებთან, PR კომპანიებთან და დაჯავშნის პლატფორმების წარმომადგენლებთან. ITB ბერლინზე 20-მდე კომპანია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაა წარმოდგენილი. მეტი ბიზნესი, კერძო სექტორი, ტურისტული კომპანია და სასტუმრო არის წარმოდგენილი გერმანიაში, ბერლინში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე, სადაც მთელი მსოფლიოდან ტურიზმის სფეროში მოღვაწე კომპანიები, ასე ვთქვათ, ადამიანები, ბიზნესები და საერთაშორისო მედია იყრის თავს. 3 დღის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები როგორც პარტნიორ ორგანიზაციებთან, ისე საერთაშორისო მედიის თუ ციფრულ პლატფორმებთან იმისთვის, რომ საქართველოს ცნობადობის გაზრდა მოვახერხოთ. ვისაუბრეთ 2025 წელს დასახული მიზნების შესახებ, თუ როგორ დაეხმარება TripAdvisor ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ამ მიზნების განხორციელებაში. დავგეგმეთ თუ რა ტიპის ისტორიები უნდა მოუყვეთ ჩვენს აუდიტორიას, რომ ხელი შეუწყოთ საქართველოს მიმართულების პოპულარიზაციას და წარმოვაჩინოთ თქვენი ქვეყნის სიძლიერე და კულტურა. რუსთავის მერია ახალ პროექტს იწყებს ოფიციალური ინფორმაციით სერვისების გაუმჯობესების და გამოცდილების გაზიარების მიზნით. საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო ტურებს მოაწყობენ. შეხვედრები 2 დღეს გაგრძელდება. Conda ძალიან საინტერესო შეხვედრა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან. დავიწყეთ პროექტი, რომელიც გულისხმობს გამოცდილების გაზიარებას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის რეფორმების და სერვისების გაუმჯობესების კუთხით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. რუსთავი როგორც რეფორმების ქალაქი, ძალიან ბევრი პროექტი აქვს განხორციელებული მათ და საინტერესო ტური გველოდება 2 დღის განმავლობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მუნიციპალიტეტისთვის. პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღებთ 13 მუნიციპალიტეტს, მათი წარმომადგენლები 2 დღის მანძილზე გაიცნობიან სხვადასხვა მიმდინარე პროექტებს და რეფორმებს და ტურის მიზანია, რომ ურთიერთთანამშრომლობა გაძლიერდეს მუნიციპალიტეტებს შორის. ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. მონაწილეები გაეცნენ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, Google-ის აპლიკაციების სარგებლობას და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებას. პროგრამა წყალტუბოში მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის პროგრამაში მონაწილეობა 600-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. და შეგვიძლია ეს გავთიშოთ ეს ოფცია და რომელიც ინტერნეტს იყენებს, რომ რა საძიებო სისტემას იყენებს. ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიის მიერ გრძელდება ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება. აღნიშნულ ტრენინგში სულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გადამზადდა 600 ადგილობრივი და ჩატარდა 30 ტრენინგი. ჩვენი თემები ძირითადად მოიცავს Google-ის ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, მისი პრაქტიკული გამოყენების კუთხით მოსახლეობას ძალიან დიდი ინტერესი აქვს.
მინიმალური სტანდარტები, რაც აუცილებელია იცოდნენ, რათა არ მოხდნენ სხვადასხვა ინტერნეტ თაღლითობის სვერფლი. ეს კურიერი 3 საათზე რეკლამის შემდეგ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. რუსთაველ მოქანდაკეთა 5 თაობის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოფენა გაიხსნა ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეაში ექსპოზიცია სახელწოდებით თაობათა ექრო 15-მდე სკულპტორის ნამუშევარს აერთიანებს ქანდაკებების ჯგუფურ გამოფენას უკვე მეოთხედ მასპინძლობს რუსთავის ახალი გალერეა გამოფენა ერთ თვეს გაგრძელდება. ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია ეს სახელწოდება აქვს სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნს, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა. წიგნი ევროპელ ოლიმპიურ ჩემპიონ და ევროპის მედალოსან ქალებს ეძღვნებათ. ვფიქრობ, ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ სპეციალურად გადავწყვიტეთ, რომ ამ წიგნის პრემიერა დაგვემთხვია მარტის პირველი რიცხვებისთვის, როდესაც ქალბატონების დღეები აღინიშნება და ძალიან მიხარია, რომ დღეს აქ ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიურ მუზეუმში ჩემი წიგნის რამდენიმე გმირია მოსული, მსოფლიოს ჩემპიონები, ოლიმპიური თამაშების პრიზიორები და მე მინდა ვისურვო, რომ ეს წიგნი გახდეს ერთგვარი სტიმული იმ ახალგაზრდა პატარა გოგონებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ სპორტში ვარჯიშს, დგამენ პირველ ნაბიჯებს. ეს ისტორიაში რჩება ყველაფერი. თამარ ბალავაძე არის ძალიან სერიოზული ჟურნალისტი. მე ვთვლი, რომ საუკეთესო სპორტული ჟურნალისტი ქალებში. ჯერ მარტო ფილმები აქვს გაკეთებული ოლიმპიურ, ასე ვთქვათ, მონაწილეებზე. ყველაზე მას მადლობა უნდა უთხრათ ასეთი წიგნის გამოძიებისთვის. იმიტომ რომ ბევრი მიმდევრები გამოუშექრია თუნდაც ამ კუთხით.